პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ნამდვილად ძალიან მძიმე სიტუაცია არის ახლა ირანში. თუმცა აქ არის ერთი საინტერესო ვითარება, ხო, ანუ თუ ჩვენ გავაკეთეთ, თქვენ ასევე აღნიშნეთ ამერიკის შესაძლო ჩართულობა და ასე შემდეგ, ხო, ანუ ჩვენ თუ შევხედავთ ცოტა ფართო სპექტრში ამ ზოგადად ამ სიტუაციას, მაგალითად ჩვენ ბოლო აწლეულების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ირანში მასობრივი გამოსვლები, პროტესტები, თუმცა ამ პროტესტებს რაღაც სპეციფიკური მიზნები ჰქონდა ხოლმე, ზოგ შემთხვევაში ეს ჰიჯაბის დარებასთან იყო დაკავშირებული, ზოგ შემთხვევაში თქვა მთავრობის წინააღმდეგ იყო გამიზნული და ასე შემდეგ. თუმცა ამ შემთხვევაში ხო როგორც შიდა ასევე გარე ფაქტორების გათვალისწინებით დღეს სიტუაცია გაცილებით უფრო განსხვავებულია, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა. შიდა ფაქტორებს რაც შეეხება, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროტესტი ასე თქვა უფრო ყოვლის მომცველი არის. წინა პროტესტებთან შედარებით დღეს ხალხის უკმაყოფილების მიზეზი არის არამხოლოდ თქვა მთავრობის წინააღმდეგ, მთავრობის ცვლილებების წინააღმდეგ, ასევე ამას ემატება ეკონომიკური მდგენელიც, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ ბოლო პერიოდში ირანში ეკონომიკური კრიზისი არის, მაღალი დონის ინფლაცია არის და შესაბამისად ეგეც გახდა ერთ-ერთი ტრიგერი, რამაც გამოიწვია ადამიანების გამოსვლა ქუჩებში და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ მოგეხსენებათ ირანში მმართველობის სისტემა ორად არის გაყოფილი, ერთი არის თეოკრატიული მმართველობა, მეორე არის პრეზიდენტი და არჩეული ხელისუფლება, ხო? როდესაც ირანის ამჟამინდელი პრეზიდენტი თავის წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა, ის საუბრობდა არაერთ რეფორმაზე, მათ შორის დემოკრატიის კუთხით, რომელიც ხალხისთვის ძალიან მისაღები იყო და მოლოდინი არსებობდა ზოგადად საზოგადოების მხრიდან, რომ პრეზიდენტი გარკვეულწილად რაღაც რეფორმებს გაატარებდა ისეც, რომელიც ირანში ცხოვრების საშუალებას უფრო უკეთეს გახდიდა და ამ მისმა ნაბიჯებმაც ვერ გაამართლა, ის არაერთხელ შეეცადა გარკვეული რეფორმების გატარებას, თუმცა ისიც ვერ შეძლო და შესაბამისად უკმაყოფილება უკვე პრეზიდენტის მიმართაც გაჩნდა. ანუ მარტივად რო ავხსნათ, ყველა შრემოიცვა ფაქტობრივად ამ პროტესტმა და პრეზიდენტი, რომელიც დღეს ეკონომიკურ თემაზე აკეთებდა განცხადებას და ამბობდა, რომ აი თავის დროზე რომ მოისმინა, თქვა საქმე აქამდე არ მივიდოდა, მაგრამ ეხა მასშტაბი სულ სხვაა და ამბავი საერთოდ სხვაგან სხვა მიმართულებით წავიდა, უკან საბრუნებელი გზა არსებობს თუ არა, მათ შორის მხმაურიანი განცხადების და იმ დაპირების გათვალისწინებით, რომელიც ეკუთვნის ახლა პრეზიდენტ ტრამპს და ჩვენ მივაწოდეთ მაყურებელს ინფორმაცია, რა ტიპის მოძრაობებია, რასთან დაკავშირებით ავრცელებს არაერთი საერთაშორისო მედია ინფორმაციას, დიდი ბაზებიდან პერსონალის გაყვანისკენ მოწოდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ამ კონტექსტში ახლა საგარეო ფაქტორს რო დაუბრუნდეთ, ხო, ანუ გეოპოლიტიკური გარემოც განსხვავებული არის წინა წლებთან შედარებით, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გვინახავს მსგავსი რიტორიკა ამერიკასა და ირანს შორის, როდესაც იყო მოლოდინები, რომ თქვათ ამერიკისგან შესაძლოა რაღაც სამხედრო ჩარევა ყოფილიყო, თუმცა ეს არ მოხდა, ეს უფრო ახასიათებდა წინა ადმინისტრაციას, მაგალითად ობამას ადმინისტრაციას და ბაიდენის ადმინისტრაციას, მაშინაც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ დაძაბული ურთიერთობები, თუმცა მაშინ ამერიკის საგარეო პოლიტიკა მეტად, ასე ვთქვათ, ინსტიტუციურ რეალიზმში იყო გადასული და უფრო ცდილობდა, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცია ეს პროცესები, ეს გამოწვეული იყო ერთის მხრივ იმითაც, რომ თქვათ წინა ინტერვენციული კამპანიები, იგივე ერაყსა და ავღანეთში არც ეს წარმატებულად დასრულდა და შესაბამისად ამერიკა ძალიან სიფრთხილით ეკიდებოდა ირანში მიმდინარე მოვლენებს. ამის გარდა მაშინ ირანის რეჟიმი გაცილებით უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ის დღეს არის, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ამ ეკონომიკურმა კრიზისმა ასევე ამერიკასთან ეგრეთ წოდებულმა 12 დღიანმა ომმა ხო მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა რეჟიმს და ის ძალიან შეასუსტა და დღეს უკვე ჩვენ ხედავთ დასუსტებულ ირანს, მასობრივ პროტესტს და შესაბამისად ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას, რომელიც თქვათ უფრო ძალის პროექცირებაზე არის გადასული და შესაბამისად ამ მდგენელების გათვალისწინებით ასევე იმ ინდიკატორების, რა თქვენ ახსენეთ, იგივე გაყვანა ბაზის, იგივე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრეზიდენტის პრემიერის თვითმფრინავი ავიდა ცაში, ხო, ანუ შესაძლოა სწორედ ეს ინდიკატორები მიგვითითებდნენ იმისკენ, რომ ამერიკა გარკვეულწილად რაღაც კონკრეტული სამხედრო შესაძლოა წერტილოვანი იყოს ჩარევისთვის ემზადებოდეს, იმიტომ რომ რეალურად ხო ლოგიკური გაგრძელება ესე უნდა იყოს თუ გავთვალისწინებთ ასევე ტრამპის განცხადებებსაც, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში წითელ ხაზებზე საუბრობდა, ადამიანის სიკვდილზე საუბრობდა და რეალურად ეს წითელი ხაზები გადაიკვეთა და ეხლა უკვე ტრამპის იმიჯის საკითხიც არის, ჩაერევა თუ არა ის ამ პროცესში. ნიკოლოზ, ჩვენ ნახეთ ასევე ის მუქარა, რომელიც ისმის ამერიკის მოკავშირეებთან დაკავშირებით, აი თურქეთთან დაკავშირებით კონკრეტულად ირანის ხელისუფლებამ გავრცელა ინფორმაცია, რომ თუ ამერიკა მიიტანს დარტყმას ირანზე, მაშინ საპასუხო
სამხედრო იერში იქნება თურქეთში ამერიკის სამხედრო ბაზებზე. რა არის, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები იმის გათვალისწინებით, რომ როგორ ჩანს სწორედ ამ წარუმატებელი თუ წარმატებული ოპერაციის აწონდაწონვა ხდება ეხლა ხო საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, აი ამაზე მიუთითებს სწორედ ყველა ანალიტიკოსი და ასევე ვნახე იყო CNN-ზე არაერთი კითხვა დასმული, რა კითხვებს უნდა გასცეს თავად ტრამპმა პასუხი, ვიდრე მის სიტყვას ამ შემთხვევაში კონკრეტულად აქცევს საქმედ, იმიტომ რომ ეს არ იქნება ვენესუელა და ამაზე მიუთითებენ მას შორის არაბული ქვეყნების წარმომადგენლები. დიახ, რა თქმა უნდა, ვენესუელის და ირანის საკითხი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუ ვენესუელის რეჟიმი იყო დაფუძნებული რაღაც კონკრეტულ კარტელებზე, კორუფციაზე და ვთქვათ კუბელ უსაფრთხოების ოფიცრებზე და ასე შემდეგ, ხო ანუ ირანი მეტად იდეოლოგიური საფუძვლებიდან იღებს სათავეს და მათ აქვს რეალურად ძლიერი იდეოლოგიური მხარდაჭერა. რისკები ნამდვილად ძალიან დიდია, იმიტომ რომ ამას შესაძლოა მოყვეს გარკვეულწილად სერიოზული რეგიონული ესკალაცია. ასე ვთქვათ, პანდორას ყუთი შეიძლება გაიხსნას ირანზე თავდასხმისთვის, თუმცა თავარი კითხვა ისმის მაინც რა ნაბიჯებს გადადგავს, თუ ვთქვათ მოხდა ამერიკის მხრიდან რაიმე სახის სამხედრო ტიპის ჩარევა, რა ნაბიჯებს გადადგავს ამ შემთხვევაში ირანი. ანუ ფაქტი ერთია, რომ ირანია ეს მოსახლეობა, ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, რომელიც 10,000-ობით ადამიანი, რომელიც მონაწილეობს არის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ზუსტი გეგმა არ ჩანს ამ პროცესში, ხო? ამგვარი აქცენტიც არის ანალიტიკოსებში, რომ ეს არის სიმართლე იმ უმძიმესი სურათის გათვალისწინებით, რომელიც ახლა ამ წუთებშიც არის ირანში, მათ შორის იმ დაანონსებული მასობრივი სიკვდილით დასჯის გათვალისწინებითაც და ჩვენ არ ვიცით ახლა ამ მომენტისთვის საერთოდ რა ხდება იქ. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით და ასევე ინფორმაციის ვაკუუმის და გათვალისწინებით ნამდვილად რთული არის რამე კონკრეტულ სცენარებზე შეჯერება და მთავარი კითხვა მაინც ისმის ირანის რეაქცია ამასთან დაკავშირებით, ანუ თუ თქვათ განხორციელდა დარტყმა, მაშინ რა ფორმა, რისი პოტენციალი აქვს ირანს სამხედრო კუთხით, რამდენად შეძლებს ის პასუხის გაცემას, იმიტომ რომ ირანი ამ შემთხვევაში აღმოჩნდება ერთი მხრივ მოქალაქეების მხრიდან შიდა ზეწოლის ფაქტორის წინაშე და მეორე მხრივ უკვე საგარეო სამხედრო ფაქტორის დაემატება და აი ორივე მხრიდან ასეთ ზეწოლას რამდენად გაუძლებს ირანი და რამდენად შეძლებს შესაბამისი პასუხის გაცემას, აი აქ არის მთავარი კითხვა და ალბათ ამის შესახებ ინფორმაცია უკვე უშუალოდ ამერიკის სპეცსამსახურებს ექნებათ ამაზე პასუხი. გასაგებია, რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, დღეს რამდენიმე კომენტარი ვნახეთ, მათ შორის ორივე მხრიდან ძალადობაზე იყო ლაპარაკი, აი ეს აქცენტები, როგორ ფიქრობთ, რაზე მიუთითებს ამ შემთხვევაში ასევე ირანის დამშვიდებაზე იყო გამოთქმული სურვილი, გასაგებია, რომ ძალიან რთული ვითარებაა, ხო? და ზუსტი სცენარი კარნახი ალბათ შეუძლებელიც არის ამ პროცესში, იმიტომ რომ ასეთი მძიმე ვითარება რეგიონში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. აი ამის გათვალისწინებით რისი თქმა შეგიძლიათ? ზოგადად ჩვენ ძალიან რთულ ისტორიულად ძალიან რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ. საერთაშორისო ურთიერთობების პრიზმიდან ჩვენ რო შევხედოთ სიტუაციას, ხო, ანუ ისეთი პატარა ქვეყნები როგორებიც არიან საქართველო, ხო, იძულებულები არიან პრაგმატიზმით შეხედონ ხოლმე თავის მეზობლებთან ურთიერთობას და თავიდან აიცილო ყველა სახის ესკალაცია ხოლმე, თუმცა დღევანდელ შემთხვევაში, ხო, ანუ ირანში თუ მოხდება გარკვეული ესკალაცია, ეს სერიოზულ საფრთხეებს საქართველოს, როგორც საქართველოს, ასევე მთლიან კავკასიის რეგიონს დააყენებს. შესაბამისად, ხო, ანუ რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ამდენი ადამიანი რო იღუპება, ამ ხელებს ხერპლია ირანში, ვფიქრობ, რომ შესაძლებელი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ირანთან ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ რაღაც კეთილმეზობლური ურთიერთობები და ასე შემდეგ, ვფიქრობ, რომ მაინც თავი შეკავება ამ ასეთ მასობრივ კვლევებზე და ამ სიტუაციაში შესაძლებელი იყო სხვა განცხადება მაინც გაკეთებულიყო უშუალოდ ოფიციალური უწყებების მხრიდან და ხო, ნუ ჩემი მოსაზრებით ესე არის რა და მეორე მხრივ ახლა ჩვენც გარკვეული საფრთხის წინაშე ვდგევართ, იმიტომ რომ თუ ირანში მოხდება სიტუაციის ესკალაცია და ეს ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადავა, ამით შესაძლოა როგორც პირდაპირ ასევე ირიბი გავლენა ქონდეს ჩვენს რეგიონზე, რაც შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ რუსეთმა გარკვეული პროვოკაციები, საბოტაჟი მოაწყოს იგივე საქართველოში, ან იგივე აზერბაიჯანში, იგივე სომხეთში,
და ჩვენ ვნახეთ იგივე სოლოვიოვის განცხადება რამდენიმე დღის წინ, რომელიც მიუთითებდა რაღაც სამხედრო ოპერაციის საჭიროებაზე და სწორედ ეს ხდება ხოლმე საერთაშორისო ურთიერთობებში, როდესაც რაღაცა მასშტაბური და ასევე რუსების ხო, მათ შორის ლავროვის განმარტება იყო ის საერთაშორისო სამართალზე ლაპარაკობდა რუსები, ლაპარაკობდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაზე. ხო, აი ამ სიტუაციაში ხო, ანუ თუ დიდი ყურადღება გადავიდა ირანზე, ჩვენზე ყურადღება ნაკლებად გადავა თან იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ასეთი ურთიერთობები, დაძაბული ურთიერთობები გვაქვს დასავლეთთან, ამის ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან მძიმე სიტუაცია შეიძლება საქართველოს და სომხეთის აღმოჩნდეს. შესაბამისად, ხო, აი ძალიან ციფრთხილით უნდა მოვაკიდოთ ამ საკითხს და ძალიან პრაგმატულად უნდა შევხედოთ სიტუაციას. კი ბატონო ნიკა, ვიდრე დაგემშვიდობებით, აი ერთი განცხადებაზეც მინდა გთხოვოთ კომენტარი, ეს ეხება აბუ-დაბიში ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებას ირანის თემას ჩვენ დეტალურად დაუბრუნდებით, ასევე ვილაპარაკებთ ისევ რეკლამის შემდეგ და მოგაწვით ბოლო ცნობებს, რაც მეტნაკლებად გადამოწმებადია, ცხადია ეს არის ახლა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი თქვა რა ინფორმაციაც და რა რიცხვიც არ უნდა გავრცელდეს, ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება ამტკიცოს, რომ ეს არის ზუსტი მონაცემი თუ ინფორმაცია. ევროპასთან ინტეგრაციაზე რაც თქვა კობახიძემ აბუ-დაბიში, ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ? არის თავსებადი, არ არის თავსებადი ოცნების ქმედებები და განცხადებები, აი როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურებოდა? ხო, ნუ იცით რა არის, როდესაც ჩვენ საუბრობთ ევროინტეგრაციის პროცესზე, ხო, ანუ ეს ამ პროცესის ასე ვთქვათ რეალიზაცია არა ვთქვათ განცხადებებით ხდება ხოლმე, არამედ საქმით კეთდება ხოლმე და თუ შევხედავთ ჩვენ სიტუაციას რა ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან დღეს ჩვენ არა მარტო ევროკავშირთან, ზოგადად დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ვთქვათ რა განცხადებები კეთდება და რა რიტორიკა არის ანტიდასავლური დღეს ჩვენს ქვეყანაში, ხო, ანუ ვფიქრობ რომ რაღაც მინიმუმ მაინც შეუთავსებელია ეს განცხადებები, იმიტომ რომ შენ თუ გინდა ვთქვათ რომელიმე ინსტიტუტის წევრი გახდე და მისწრაფი საიტკენას, ხო, ანუ შენ ეს უნდა არა სიტყვებით, არამედ საქმით დაამტკიცო, ხო, ანუ ლოგიკურია ეს, თუმცა საქმე რადიკალურად განსხვავებულს გვიყვება, შესაბამისად მხოლოდ განცხადებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ასე ვთქვათ ევროკავშირის წევრები გავხდეთ. კი ბატონო, დიდი მადლობა ნიკოლოზ, დაგემშვიდობებით თქვენ, ნიკოლოზ ხატიაშვილი, ჯერ